კიდევ ერთხელ საკუთრების კავშირი საიმიგრაციო საქმიანობასთან ან საიმიგრაციო სტატუსთან. არავითარი კავშირი არ არის ჩემოკარგებო ამ ორ სხვადასხვა საქმეს შორის. რამეთო, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ უძრავი ქონება, სადაც გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში აბსოლუტურად არავინ არ არის შეზღუდული შეიძინოს უძრავი ქონება, მაგრამ ეს არ იძლევა უფლებას რომ იცხოვროთ აქ. თუ რა თქმა უნდა ჩამოხვედით სპეციალური ვიზით, მე მგონი I3 თუ I5 ვიზა ქვია ამ ყველაფერს, შექმნით 10 სამუშაო ადგილი, დააბანდეთ მილიონზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და განავითარეთ მთელი საქმიანობა. ამ შემთხვევაში საიმიგრაციო ადვოკატების დახმარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ინვესტორთა ცხოვრების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ უძრავი ქონება, შეიძინოთ უძრავი ქონება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლება. ბევრ უცხოელს აქვს უძრავი ქონება ამერიკაში, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მუდმივად აქ ცხოვრობ. თვითონ ვიზის საკითხი ეს უკვე საიმიგრაციო საკითხია და ეს უკვე ცალკე განსახილველი საკითხია. მადლობთ. ყურადღებისათვის ბედნიერ დღეს გისურვებთ.